ისევ მზესთან რჩები. NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია. ახალ ნაშრომში, რომელიც ჯერ არა რეცენზირებულია, განიხილეს თუ რა ტიპის ზრავებით აღჭურვაა საჭირო ისეთი კოსმოსური ხომალდის, რომელიც ჩვენს ვარსკვლავს გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნის. ნაშრომის მიხედვით, შესაძლებელია ასეთი მისიის განხორციელება 3-10 წლებში მოხდეს. კვლევრებს მიაჩნიათ, რომ მზის ტელესკოპად გამოყენება შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა დაკვირვების ობიექტსა და ტელესკოპს შორის ჩვენი ვარსკვლავი მოვაქციოთ. ასეთ შემთხვევაში მზის გრავიტაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც უზარმაზარი ლინზა. შედეგად ლინზით შორეული ობიექტების სინათლის ინტენსივობას გავზრდით. მსგავსი ტელესკოპის გამოყენებით შესაძლოა ეგზოპლანეტების ზედაპირის დაკვირვებაც შევძლოთ. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა დედამიწის ტელესკოპად გადაქცევა, რაც უფრო მარტივია, თუმცა ნაკლებად ეფექტიანი. რა უნდა ვქნათ მზის ტელესკოპად გარდასაქმნელად? ხომალდი უნდა გავუშვათ ძალიან შორ მანძილზე. საუბრია 650-900 ასტრონომიულ ერთეულზე. ცნობისათვის ერთი ასტრონომიული ერთეული ის მანძილია, რითაც დედამიწა და მზე საშუალოდ ერთმანეთისგან არის დაშორებული. ამის შემდეგ ხომალდს მოუწევს ძალიან ზუსტი მანევრების გაკეთება. მეტიც, ასეთ მანძილზე მზის ენერგია ძალიან შემცირებულია. ამიტომ ხომალდმა ბირთვულ ენერგიაზე უნდა იმუშაოს. დამეთანხმებით ეს ძალიან რთული იქნება. ჩვეულებრივი რაკეტები ძალიან ნელია ასეთი მისიისთვის, ამიტომ მეცნიერები საუბრობენ მომავლის ინსტრუმენტებზე, მზის ქარებსა და ბირთვულ ძრავებზე. უფრო პრაქტიკული მზის ქარების solar sail-ის გამოყენება იქნება. მისია მაინც საკმაოდ რისკიანია, რადგან ხომალდი მზეს ძალიან მიუახლოვდება. ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერები მაინც ფიქრობენ, რომ თუ პროცესებს დავაჩქარებთ, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა ნამდვილად შეგვიძლია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.